აზეულას ციხე 1.3 კილომეტრი. ეხლა ვართ 1229 მეტრზე და ზუსტად 7 საათია. ვიდეოს გადაღების დროც მოვიდა. ამოვედი კოჯორში. აქედან უკვე კოჯრის ციხე სიმაგრედ ჩანს. გამის გათევას ტყეში ვაპირებ. ნახოთ რა იქნება. საინტერესოა. კოჯორში 380 ნომერი ავტობუსით ამოვედი. თავისუფლებიდან დაახლოებით 1 საათი ჭირდება გზაში. წეღა რა აბრაც გაჩვენეთ. იმავრიდან დაახლოებით 200-300 მეტრში არის ბოლო გაჩერება ავტობუსის. იმის შემდეგ ციხემდე ასეთი მოგრუნტული, განათებული გზა მიდის. ლოგოს დანახვა ყველგან და ყოველთვის ასიხარებოა. ამოვედი კოროლის ციხესთან. ეხლა საბანაკეს მოვძებნი შუქისგან ცოტა მოშორებულს და იქ დავბანაკდები. საბანაკე იქ კარგი ადგილი არ იქნება. ციხეს ცოტა ჩამოვწდი. აქ ტყის ოლთან ჩამოვედი. მაგრამ როგორც ჩანს საკმაოდ მეჩხერი ბუჩქებია. ეს არ გვაწყობს. დაახლოებით 40 წუთია კოროლის ციხის მიდამოებში დავდივარ. და ჯერჯერობით ყველაზე კარგი და შედარებით სწორი ადგილი. ესეც საკმაოდ დავრეცია. არ ჩანს ვიდეოში. მაგრამ ყველაზე კარგი ეს არის ჯერჯერობით.
ვაღიარებ ტყეში მარტო ყოფნას განსაკუთრებული შეგრძნებები თანსდევს. გასაბერი ძირსაგები მაქვს წამოღებული და ერთი შეცდომა დავუშვი. ძირსაგებისთვის ცელოფანი არ წამოვიყე. არის შანსი რომ რამე შეეჭოს და გაიხრიტოს, მაგრამ არა უშავს. შემდეგში გავითვალისწინებ. ეხლა წყალს ავადუღებ და საჭმელს მოვამზადებ. არ ვიცი ეს ტრიპინა რა არის სიხმა, მაგრამ საკმაოდ დაგლიჩანს, იმიტომ რომ ახლოს არის. ვარია. დილამშვიდობის 8:30-ია. მეგობრის ზარმა გამოგვიძა. ეხა ცოტა ხანში ავდგები, ვისაუზმებ. ყავას დავლევ და ავიშლები. მერე შეიძლება ჩემი მეგობარიც ამოვიდეს და ბარემ ერთად დავეშოთ თბილისში. ბუნებასთან სიახლოვე კარგია, მაგრამ ასეთი გასვლების შემდეგ სახლში ყოველთვის უნდა შევემოწმოთ სხეულათა ყიპა არ ყავდეს. ყავა დავლიე, ეხლა ჩავალაგებ ჩანთას და ავალ ციხესთან. მაინტერესებს როგორი ხედებია. ძალიან მაგარი რამეა ბაშასთან ალუმინის სოლები. ყველაზე პრაქტიკული და სწრაფი. 10 საათია, ჯაბად შემომიერთა. ეხლა ცოტას ვივარჯიშებს და მე დავუშვებით თბილისში. მაღალია. მაგრამ არგენა ხარის არის საფათო ზონა. შუაში სადღაცა მეორე სართულის სიმაღლე. სად გადავიდე?
იქ რა მინდა ბიჭო? პატარა თავს ვაძლევ? ეს ვიდეო ამით დასრულდა. მადლობა რომ უყურებთ ჩემს არხს. ალბათ მჯობესი იქნება თუ იგივეს არ გაიმეორებთ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ნუ პროფესიონალები არც ერთი არ ვართ, მაგრამ კლდეზე ორივეს გვიცოცია. ან თუ გააკეთებთ უსაფრთხოების ნორმების დაცვით. სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ ვიდეო და დროებით.